თხოვნა მაქვს თქვენთან, გვერდში დაგვიდექით ამ დიდ ბრძოლაში. გვერდში დაგვიდექით ამ ეროვნულ საქმეში, იმიტომ რომ ისტორია ყველაფერს თავის სახელს დაარქვევს. ლევან მაჭავარიანი თხოვნით იმ ხალხს მიმართავს, ვინც ქუჩაში ნაციონალური მოძრაობის გვერდით აღმოჩნდა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დღეს ნაცმოძრაობის ყველა ის მოღალატეობრივი ნაბიჯი გაიხსენა, რის გამოც მათ გვერდით მდგომებს წესით პროტესტის გრძნობა უნდა გასჩენოდათ. ბატონმა ზელენსკიმ გაიწვია ელჩი საქართველოსთან ორი მიზეზი. ერთი მიზეზი იყო, რომ ჩვენ სანქციები არ დაუწესეთ რუსეთს და არ დავანგრიეთ ჩვენი ეკონომიკა. მეორე მიზეზი იყო, რომ ჩვენ მოხალისეებით სავსე ჩარტერული რეისი მთავრობის ოფიციალური თანხმობით არ გავაგზავნეთ უკრაინაში, რაც პირდაპირ ესკალაციას გულისხმობდა რუსეთთან. აი ეს ხომ იყო გასაპროტესტებელი. კანდიდატის სტატუსის თემა მინდა შევახსენო ყველას, როდესაც 22 წელს ჩვენ დაგვჩაგრეს, როგორ მიცეს მოლდოვას, როდესაც DST-ის წევრი ქვეყანა იხშობა კორუფციაში. აი ამ ყველაფრის შემდეგ რატომ არ გაგიჩნდათ, აი ამ გულწრფელ დემონსტრანტებს მიმართავ პროტესტი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს დაჩაგრეს 27 წევრი ევროკავშირის წევრი ქვეყნის ელჩმა დემარში მოგვიწყო თითქოს სააკაშვილს ყლავდით, ვაწამებდით და უნდა გაგვეთავისუფლებინა. არ იცოდით, რომ სააკაშვილი სიმულიანტობდა? ეგრეთ წოდებულ რუსულ კანონზე მინდა შეგახსენოთ. თქვენ რომ გაპროტესტებინეს თქვენახევრის განმავლობაში ქართული კანონი და გაძახებინეს, რომ ეს იყო რუსული და როგორ შეიძლება ამ კანონში მოხდესო მაგალითად USAID და NED, რომელიც ამერიკული ორგანიზაციები არის. თვითონ ამერიკამ გამოაცხადა USAID და NED დამნაშავე ორგანიზაციებად. 4-ვე რადიკალურმა პარტიამ რომ ბრიუსელში გააგზავნა ეგრეთ წოდებული დანოსი, სადაც ევროკავშირს ეხვეწებია, რომ საქართველოსთან გაწყვიტო ყველანაირი ურთიერთობა. რატომ არ გაუპროტესტეთ ეს არც ერთ პარტიას? ქართული ოცნება ყოველდღიურად ვიბრძვით შიდა მტრებთანაც და გარე მტრებთანაც, რომ ჩვენი სამშობლო იყოს უფრო დამოუკიდებელი. მინდა მივმართო და ვთხოვო ჩემს თანატოლებს, ახალგაზრდებს, მათ ვისაც გული შესტკივათ ჩვენი ქვეყნის მომავალზე. ლიკა შარტავამ კი იმ ახალგაზრდებს მიმართა, ვისაც ასაკის გამო წინა ხელისუფლების მმართველობის 9 წელი არ ახსოვთ. ქართული ოცნების ახალგაზრდა დეპუტატი თანატოლებს ურჩევს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომებს ყურადღებით უსმინან. განსაკუთრებით მათთვის, ვისაც შეიძლება ასაკის გამო კარგად არ გვახსოვს ის საქმეები და დანაშაულები, რაც მაშინდელმა ხელისუფლებამ ქართულ ხალხს გამოატარა, კომისია კიდევ ერთხელ თვალსაჩინოს ხდის და ნათლად წარმოაჩენს თუ ვინ დგას დღეს მეორე მხარეს. ვინ გვესახება ეგრეთ წოდებულ ოპოზიციურ ზალად და ვინ გვესაუბრება სამშობლოს ვითომ სიყვარულზე. საგამოძიებო კომისიამ რომ ნაციონალურ მოძრაობაში შფოთი შეიტანა, ამაზე კომისიის მდივანმა ისაუბრა. სოზარ სუბარმა ნაცმოძრაობის მიერ დაწყებული კამპანიაზეც გამახვილა ყურადღება, რომელიც მიზნად კომისიის დისკრედიტაციას ისახავს. სუბარის განცხადებით, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს ყველაზე მეტად 2008 წლის აგვისტოს ომის უმძიმესი დანაშაულების სააშკარაოზე გამოტანა არ მოეწონათ. გადაწყვიტეს და რომ ჯარისკაცებისა და ოფიცრების, ჯარისკაცებისა და გენერლების მუნდირებს ამოეფარონ და ისე წარმოაჩინონ თითქოს კომისიის მუშაობა ქართული ჯარის წინააღმდეგ არის მიმართული. თუმცა ძალიან კარგად იციან, რომ სინამდვილეში სწორედ პირიქით არის გენერალ მამუკა ყურაშვილის ახსნა განმარტებიდან ნათლად გამოჩნდა, რომ არაუფლებამოსილი სამოქალაქო პირები, მათ შორის ქალაქის მერი გიგი უგულავა და არაერთი სხვა, უხეშად ერეოდნენ სამხედრო გადაწყვეტილებების მიღებაში, რამაც გამოიწვია გაუმართლებელი მსხვერპლი როგორც თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალებში, ისე მშვიდობიან მოსახლეობაში. სხვათა შორის ეს არ უარყოფია არც გენერალ ზაზა გოგავას. ორივე გენერალმა, მამუკა ყურაშვილმაც და ზაზა გოგავამაც აბსოლუტურად გაუმართლებელი და სახელმწიფოებრივად დამაზიანებელი უწოდეს იმ ფაქტს, რომ მაშინდელი პარლამენტის 5 წევრმა ხელი მოაწერეს ევროსაბჭოს რეზოლუციას 1633-ს, რომლითაც ქართულ ჯარს, ქართულ გმირ ჯარისკაცებსა და ოფიცრებს დააბრალეს ომის დანაშაულის ჩადენა, დააბრალეს საერთაშორისო ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა სამართლის დარღვევა, ხოლო ქართულ სახელმწიფოს ომის დაწყება. სწორედ ჩვენი ხელისუფლების დამსახურება იყო, რომ მოახერხეთ აი ამ სასამართლოების მოგება. დეპუტატების თანხმობით დღეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მანდატიც გაფართოვდა. დღეიდან კომისიის გამოსაკვლევს საკითხად 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობა განისაზღვრა. კომისიის საქმიანობის სფერო აღარ იქნება შეზღუდული მხოლოდ 2012 წლამდე ჩადენილი ანტისახელმწიფოებრივი და დანაშაულებრივი ქმედებების გამოძიების ფარგლებით. არამედ აღნიშნული კომისიის მანდატი გაფართოვდება და გავრცელდება 2012 წლის შემდგომ პერიოდზეც. პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი პოლიტიკური თანამდებობის პირები, რომელთაც ჩადენილი ან სავარაუდოდ ჩადენილი აქვთ ადამიანის უფლებების
მნიშვნელოვანი დარღვევები. ღიად უპირისპირდებიან საქართველოში ეროვნულ ინტერესებს და გადამწყვეტ დაბრკოლებას უქმნიან საქართველოში ჯანსაღი პოლიტიკური სისტემის დამკვიდრებას. საგამოძიებო კომისია მუშაობა სხვა პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ განაახლებს.